ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. ქალაქის ცენტრში რომანოვების მიერ 1890 წელს აშენებულ შენობას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მუზეუმის შენობაში 1926 წლიდან ფუნქციონირებს. მანამდე იქ რომანოვების კანცელარია იყო განთავსებული. ტენდერში უკვე გამარჯვებული ორგანიზაცია გახლავთ და ის გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აბსოლუტურად ყველაფერი ძირფესვიანად რაც საჭირო იყო წაიღეს და პროექტიც გამზადებული გახლავთ არაჩვეულებრივი პროექტია და კვლავ დაიწყება თანხა გამოიყოფა კვლავ შენობის ფასადი არ შეიცვლება თუმცა მუზეუმის უკანა მხარე გაფართოვდება სამი სართული მიშენდება მოგეხსენებათ სამუზეუმო შენობა არ არის და ამიტომ არასტანდარტულია მუზეუმისთვის და ყველაფერს აკეთებენ შიგნით სივრცეში რომ სტანდარტული მუზეუმის მსგავსი გახდეს პირველი სართული ფაქტიურად მიშენების იქნება კაფე ბარი აქ იქნება პირველ სართულზე საგამოფენო საკონფერენციო დარბაზი, პარალელურად იქნება მაღაზია, სადაც სუვენირები და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები გამოიფინება და გაიყიდება პარალელურად. რეაბილიტაციის დასრულება მომავალი წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. ამჟამად მუზეუმში 38,000 ექსპონატია დაცული.